გამარჯობათ, cheese. მოკლედ დღეს ჩემო მეგობრებო არის ჩემი ძმაკაცების დაბადების დღე რა. ხო და ახლა დღეს მაბატიო რა, ცოტა უფრო დილიდან ვერ მიულოცე და რაღაცა, იმიტომ რომ მაგარი ხალხი არიან, მაგათი დედაშევეძი. დღეს ყოფილა სუსის დაბადების დღე. ჯერ ნახეთ დაბადების დღე, აი ვინ ყავს ხელისუფლებაში რა, ესა ბოზიკალები რო გახსნიდნენ იმას შამპანსკის და პიკნიკი პეჩენიას და მოუჯდებოდნენ რა. ბრატია პარუჟიო რო იტყოდნენ რა, ყველას ერთი ხუი რო ქონდა თავში მოხოდრილი, აი ამ დონეზეა დაყვანილი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტების როლი. დაბადების დღე აქვს შუკუტუნას, დაბადების დღე აქვს ნინიკოს, დაბადების დღეა დღეს სუსის. რაც ამუწყებას ქვეყნის გაუბედურებაში მონაწილეობა აქვს მიღებული, თორე ქვეყნის სიკეთეში არაფერი. აგერ რა კუბლაშვილი ტერლუევა რო არის, უბრალოდ ტერლუევა. ნახეთ თქვენ რაც გააკეთა, ხო? აი, მაგათ ლაბორატორიაში გამოზდილი აგენტი, რომელიც საზოგადოების მტრობის, ზიზღის, შევიწროების და ბულინგის მეც არაფერს არ გააკეთებს. თუ ოღონ ლიჟბი იქიდან დაბადების დღე რო აქვს იმუწყებას ლიჟბი ხელი აუნთო, აი ასეთი ჰიბრიდები ყავთ გამოყვანილი. ხო და მე თქვენ ეს გაგაცანით და რამდენი ამნაირი ყავთ კიდე თქვენ რო არ იცნობთ. აი ამას ეწევა, ამაზე მუშაობს სახელმწიფო უშიშროება და არა იმაზე, რომ სახელმწიფო ინტერესი იქნას გატარებული, საზოგადოება იქნას დაცული, მისი ეკონომიური ინტერესი იქნას დაცული, რომ ვინმე მსხვამ არ წაგულეკოს, არ წაგშალოს და რამდენი მიმართულება კაცო სპეცსამსახურს იმას, რომ ეროვნული ინტერესი იქნას დაცული. არა, მათი სადარდებელი არის ერთი რაღაცა, რომ აი რამენაირად აი საზოგადოების საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინონ, გამოზარდონ ტიპები, რომლებიც იქნებიან გავლენის აგენტები, შეუქმნან მათ ბიოგრაფიები, მიიტანონ საზოგადოების წინაშე, ასე როგორც დაჭრილი ტორტი, მერე ეს შეფუთული რაღაცა მარაზმი, აგენტურა და მერე ზოგს ტრაკს გააქნევიებენ, აგერ ცეკვავენ ვარსკვლავებში, შეგვაყვარებენ ძალიან შეგვაყვარებენ. ცნობაც გახდიან და მერე ხა ეს ცნობადი ტიპები უკვე დაიწყებენ მუშაობას. როგორც წესია რა, აი ამას ეწევა, ამას აკეთებს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და რეალობაში ეს პროპაგანდა, რომელიც ქმნის ამყალბი ილუზიებს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ ამას, პასუხისმგებლობას არ ატარებს. აი თუნდაც აი ცნობილი არა, ცნობადი რა. ცნობილი არის შალვა ნუცუბიძე და კორნელი კეკელიძე და ჯავახიშვილი. ესენი ცნობადები არიან რა. შეკითხეთ ახლა ეს ცნობილი აგენტები რო არიან, მაგალითად ნოე სულაბერიძე რა. რა თქმა უნდა, გახსნა აგენტი რო ვახსენებ ეს კლასიკური დაზვერვის ხასიათით კი არ გამიგოთ ეს რა. მაგდონე სადა აქ ეგენი არიან ჩვეულებრივი აგენტ პროვოკატორები, ბოზები რა, ჩვეულებრივი სული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შენ დღეს მოგეცი დავალება, იმაში აფურთხე სახეში, ეგ უნდა გააკეთო და ამას გააკეთებენ. აი ჩავთვალოთ, რომ აი ამ საზღვრებში ავგულისხმობ აგენტურას რა. მეტი ახლა ამას მძიმე რაღაცა ოპერატიულ სადაზვერვო დატვირთვას, რა თქმა უნდა, არ ვაძლევ რა. ხო, აი შეხედეთ თუ გრძნობს რომელიმე პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ნულოვანს. გუშინ წინ იქ ეგრეთ წოდებულ ემაში რა ქვია, ეთერში იმედის, რა თქმა უნდა, სანქცირებულს და პროპაგანდონისტურს და მოღალატეობრივ ორგანოს გულისხმობ. ყავდა პრემიერ-მინისტრი მიწვეული. პრემიერ-მინისტრი, რომელიც დაიჭირეს რა. და როგორ სენტიმენტებს ნერგავდა და თესავდა და როგორ გვიჩუყებდა გულს, რომ ეს რა კაცია და ისე ჩაფიქრების დეტალები რო აქვს, აი ესე ხელის ჩამოდებული და ზოგს ესე რო აქვს და ნოეც რო კამერას რო შეაბრუნებენ და უკან რო კარავაჯოს სტილში ჩაბნელებული არის რა ეკრანი და ეს თავი რო აი ბლაგვისახე წინ წამოწეული, არაფრის მთქმელი რა და აი მოკლედ რო უნდათ რო გითხრან რომ იტირე, მაგრამ რო არ გეტირება რა. ქვეყნის ბედზე უნდა გეტირებოდეს, მაგრამ ამათ სირობებზე რო არ გეტირება. აი ესეთი როჟები რა. დღეს სად არის? აი შემიძლია დავსვა ესეთი კითხვა რა. კაც რომელსაც გუშინ ღმერთად გვტენიდა კაცო. დღეს ის კაცი არის სისხლის სამართლის ბრალდებული და ზის ციხეში საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. ქურდი ყოფილა და
პარავდა თურმე ბავშვებს ფულს, მე ხო არ ვამბობ, თვითონ ამბობენ, რომ კოცების ბრალი. დღეს ეს ნოესულაბერიძე რატო აგრძელებს თავის საქმიანობას, ისე რომ საზოგადოების წინაშე ბოდიშიც მოხდაც არ უნდა რა. ახლა რაც შეეხება აი მუწყებას, დაბადების დღე რომ აქვს სუსის. ბიჭო, წელიწადი არაა მოbrunებული, თქვენი უფროსი ციხეში ზის. რა უწყება ხარ თქვენ ასეთი? თქვენი უფროსი, სუსის უფროსი ციხეში ზის კორუფციისთვის. და ციხეში გიზით ყველა მიზინად ესავი. რისთვის გიზით, იცი? მე არ ვიცი ხა მე შინია ციფრი დავასახელო 70 ბინა ქონია თურმე ნაღიდი. და 70 ბინაში მე მართლა მაინტერესებს რა. თქვენ როდის მერე შედიოდა წესიერ სახელმწიფოში სუსის იმაში ფუნქციაში ანტიკორუფციას ებრძოლოს მე არ ვიცი. სუსის დავალება აბსოლუტურად სხვა წესიერ სახელმწიფოში, თქვენ ხო შეუდევით ასე რომ ანტიკორუფციულ საქმიანობებს ებრძვის სოსი და დიდ გაფრანგვებს ებრძვის და რაღაც. და სად იყავით აქამდე? თანამდებობაზე რო იყო, მაშინ რატო არ დაიჭირეთ? თუ ასეთი კორუმპირებული როჟა გყავდათ. პირდაპირ გეტყვით, ბიჭო, შევეცი ისეთ უწყებას, როგორ არ მინდოდა დღეში. რომლის დაბადების დღეცა, ახლა ტორტი გახსენით, ეთქობა სუსი ეწერას. და მისი უფროსი ერთი წელიწადია ციხეში გიზით კორუფციის ბრალდებით რა. აი, მაგ უწყებას პირდაპირ შევეცი. და ის აუცილებლად ძალიან გთხოვთ ის სიძულვილის ენასთან მებრძოლი ის პორნოზვეზდა რო არის ვიღაცა რა, ხალხს რო აჯარიმებს, ისი არ დამიტოვოთ რა ამ ეკრანიდან რომ თქვენსკენ რო გამოვისვრი ამ ფალოს მაგასაც არ მოხდეს აუცილებლად, იმიტომ ქვეყანაში სადაც სუსის უფროსი ამხელა ფულს აკეთებს და ვიღაცა ესა განდონი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ზის და ადამიანებს იმიტომ აჯარიმებს რომ Facebook-ზე ან შეიგინა ან ცუდად გამოხატა რაღაცა ან თქვა გულისწყრომა თავისი, ხო? ის სახელმწიფო არ არის, ტუალეტი რა. აუცილებლად ტუალეტი. ეხლა რა მინდა რომ თქვა სუსი, რომელმაც კვლელობები ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილის ხო, რატო ვახსენებ ამას ხაზგასმით? კაცები ხო დედამოწმულები იყვნენ და უბედურები ხალხს ხო ყლავდნენ და ლაფანყურის სისხლიან ოპერაციებს აწყობდნენ და იქ ძალიან ბევრი უბედურები. არა, აწყობდნენ, აკეთებდნენ, კაცო, კი არ დო. აი ეს ბიძინა მოვიდა და ყველაფერი შეიცვალა. აი ამ პრედოლოგში რო გუტენით რაღაცებს რა. ბიძინა რომ მოვიდა და იქ მაჩალიკაშვილის სახლში მოკალით. იქ 1000 უბედურება გააფუჭეთ. იქ ადამიანები ქუჩაში კვდებიან, იქ სხვადასხვა მიზეზებით ადამიანები ქრებიან, იქ ბაჩალიაშვილი რაღაცა მანქანაში დამარხეთ მატლებში. თქვენ დაბადების დღეს უნდა იხდით, რა გაგწაზე იმუ? რა გიხარიათ? თქვენმა თანამშრომელმა, ოფიციალურმა თანამშრომელმა უკვე რიგით მესამე უწყებასთან მოიკლა თავი. ასე ამბობთ, რომ მოიკლა, მაგრამ სინამდვილეში ტვინგახვრეტელი ნახეს. სუსის ოფიცრები. და თქვენ ამაზე ერთი საზოგადოების წინაშე რეაქცია არ ქონიათ, არ გითქვიათ ეს როგორ მოხდა და ვინ დგას ამის უკან? ეს არის სახელმწიფო? სახელმწიფო უშიშროება, რომელიც საკუთარ სპეცსამსახურის თანამშრომელს ვერ იცავს. სახელმწიფო უწყებას, რომელსაც საზოგადოების წინაშე არ აქვს არანაირი ვალდებულება. როგორ გგონიათ თქვენ ის სახელმწიფოს დაიცავს? ამ თემაზე გვაქვს ძალიან ბევრი სალაპარაკო, მაგრამ რადგან არის ჩაკეტილი უწყება, არის სპეციფიური უწყება, არის მძიმე უწყება, ხო? რაღაცნაირად ყველას ეშინია ჯერ საქართველოში ამ მიმართულებაზე ლაპარაკის. უსაფრთხოების სპეციალისტები ბევრი არ არიან, ვინც არიან, ისინი ყველაზე მეტი შეშინებულები არიან, რომ ხმა მოიღონ და რამე ილაპარაკონ, მაინც არაფერი არ შეიცვლება ანგელის დედაშევეცი და აი ესეთი მიდგომა აქვს, მაპატიეთ, მაგრამ ესეთი მიდგომა აქვს და მოდი საერთოდ არაფერსაც აღარ ვიტყვი. და ყველაფერი შემოკარგება მიდის და მიდის ტაკოსკენ. იმიტომ რომ ქვეყანაში თუ გინდა გქონდეს ძლიერი მექანიზმები ეკონომიური, სოციალური დაცვის, თუ გინდა რომ შენი კულტურა შენარჩუნებული იყოს და ამ კულტურაზე დააშენო მერე, რა თქმა უნდა, ძლიერი სახელმწიფო, ხო? ამისთვის უნდა გქონდეს ქვეყანაში ძლიერი ხელი. ამ ძლიერ ხელს
ვინ იჩენს ეს ერთი კაცი ხო არა ესა აწყობილი სისტემა შიდა იერარქიაზე რომელსაც ქვია სახელმწიფო უსაფრთხოება სახელმწიფო უსაფრთხოებაში ჩვენ გვყავს კარფურის თანამშრომლები ჩვენ გვყავს კორუფციონერები კრიმინალები მამაზაღლები ჯო კარგი ჯანდაბას რა მე ახლა მაქვს ესეთი განცდები და მაქვს მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს რა აი ეს კაცი გუშინ და გუშინ წინ დავალებას როღებულობდა ციხეში მყოფი მინისტრისგან რას გრძნობს ნეტავი ახლა რას გრძნობს არა მე თუ მკითხავთ მე დაახლოებით მაქვს წარმოდგენა ის როგორი ადამიანია ის არის ჩვეულებრივი რობოტი რომელსაც არ გააჩნია გრძნობა საერთოდ არ გააჩნია გრძნობა ის იქ იმიტომ რომ ბოლოს მიიღოს ხელფასი და უფროსი რომ ეტყვის მას რომ შენ დღეს სუჭუმუჭუ კლუჭუნია უნდა წახვიდე და რომელიღაცა ქალს ან კაცს უნდა უყურო ტუალეტში რა ხდება რამდენჯერ გაიმჭიხება ლოგინში და აი ესეთ დავალებებს ასრულებს და ნუ რა ქნას ახლა ეს შეიძლება არ სიამოვნებს დაიღალა რა მაგრამ სათო საღამოს რომ მივა სახში და გაშლის ასე ქსივას და სახელმწიფო უშიშროების სამსახური მას რო აწერია აი იქ მთავრდება უგო ყველაფერი გამიგე იმიტომ რომ მეზობელი იქნება მეგობარი იქნება იქ ნათესავი იქნება ვინმე ვიღაცა კითხვა რო დაისმება ოდნავ ოდნავ ხახთან და ცოტა ზევი ზურაბიშვილი რო იტყვა ადგება და რა სიტყვის სახელმწიფო უშიშროების სამსახური გამიგე ავსო იქ ნათქვამია ყველაფერი ღირს ჭირთას მენა და ვარამი ღირს და ის შენი კულტურა ის შენი ღირსება ის შენი ქვეყანა ეს ძლიერი სახელმწიფო ის იშლება მაშინ იმას რო უთხრან ახლა შენ ნეხუ შეჭამი ადგება მძღნელ შეჭამს და მე რა სიტყვის იცი ასეა ძმა უშიშროებაში რომ მუშაობ აბა ხამშობლოს რო ჭირდებაო მძღნელი შეიძლება შეჭამბოო და ნორმალური ფაქტორიაო ესო გეტყვიან აი ეს არის მათი ცნობიერება მათი არა მარტო ქვეცნობიერი არამედ მათი რეალური სამყარო და მათი ინტელექტი და არა მათი ეგრეთ წოდებული მსოფლმხედველობა არ არის სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე დაყრდნობილი რომელიც გულახდილად გეტყვით ითავისებს და იაზრებს სახელმწიფო სიძლიერის და სახელმწიფოსთვის ყველაზე რთული სამსახურის ფორმას მან ეს არ იცის რაც მთავარია მას ეს არ სჭირდება რომ იცოდეს იმიტომ რომ ესეთი გამოთქმა რა უკაცრავად რუსეთში ჯარისკაცული უფრო სალდაფონური გამოთქმა იყო აი ჭუჭყიანი წებიანი ნადა დუმა ზაჭებია დუმაიუტ აი ესეთი ფრაზა ქვეცნობიერით იმართება სახელმწიფო უშიშროების ეგრეთ წოდებული ოფიციალური კონგლომერატი რომელმაც უნდა შექმნას ქვეყნის უსაფრთხოება გესმით მათ არ აქვთ გათავისებული რას ნიშნავს დავალება რას ნიშნავს სადგადის ზღვარი სახელმწიფო შორის სადგადის ზღვარი პირად შორის რა თქმა უნდა ეს არ იციან რა თქმა უნდა ეს არც ჭირდებათ იცოდნენ და სამაგეროდ რა იციან იცი დაბადების დღეა დღეს სუსის და ვიღაცა მეიღებს მას პისტოლეტს და რაღაცა მიარჭობს აეში მე რო გაძღება გამიგე და ეს ბიჭო ბედნიერი არ უნდა იყო ადამიანი რომ შენ ცხოვრობ ქვეყანაში სადაც აი ესეთი ფალოსები გიცავენ ნებისმიერ ადამიანს ახლა გულახდილად ქეუბნებით ჩვენს ქვეყანაში თვითონ არ უნდა კონდეს იმის განცდა რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩათვალეთ ინვესტორს რომ მოუნდეს მისი საცხოვრებლის ყიდვა დაცული არ კონსტიტუცია ამ შემთხვევაში არ იმუშავებს პირდაპირ ადგება ეს დედამოწყრული სახელმწიფო და გაყიდის ამ მოქალაქეს თავის მიწიანად რაც რეალურ შემთხვევაში ხდება აი არაბებს რომ მიწები გადასცეს და არა მარტო მინდა გითხრათ საქართველოს ხელისუფლება ჩადის და აკეთებს ისეთ დანაშაულს ქართველი ერის წინაშე რომელსაც გამართლება კი არა არანაირი ახსნა არ აქვს სამართლებრივი სამაგეროდ ვიღაცა გამოვა ახლა საპატრიარქოდან აი ეს წვერებიანი მხედრიონერი რო ყავს მამა იაკობა ეს პეკაპულიმიოც გადაიდებს გვერდზე და ეტყვის ჩუმად იყავით თქვენ მაქო გაჩერდით რამე პრობლემა რო ყოფილიყო ჩვენ ამას ვერ შევნიშნავდითო ყანდური რა დათაც თოშხიაში რო
რა მართლა გენიალურად აქ რა ჭაბუამი რეჟიმს დანახულე ეს. იმაზე რომ თამაშობენ ატმიკურ კიტოლა და ჭერმიკურ კიტოლაზე რომ წაყვებიან ერთმანეთს საფლავში. აი ესეთი ყანდური გამოვიდა გეტყვის ჩუმოთ იყავიო. შენ ხმა არ გაიღო ქართველო. თავარია они за тебя думают, тебе думать не надо, это запрещено для тебя. აი როგორ რაღაცა იცი, აი ესეთი მოვლენების მსხვერპლი ვხდებით ჩვენ ქართველები. ესეთი მოვლენებში გვიწევს ცხოვრება. და თუ რამე სიტყვიო, შენ ინტრიგანო შენ. შეცუდო კაცო შენ. შენ ისეთი ცუდი კაცი ხარ და ჭორს გამოგიგონებენ აქ. მნიშვნელობა არ აქვს, ჩემზე არ არის ლაპარაკი. ან წაგაჩხუბენ ვიღაცა ოჯახის წევს იდეაში, ან მაგალითად გეტყვიან რომ შენ ხარ ცუდი მამა, ან გეტყვიან რომ შენ ხარ ცუდი დედა, მნიშვნელობა არ აქვს ეს. აუცილებლად ჩვენ ერთი რაღაცა გავითავისოთ, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საკითხზე, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო უშიშროებისთვის, უпростоრად იმ კონგლომერატისთვის, იმ ფარაონისთვის, რომელიც იმ წუთას იმყოფება, იმისთვის არ არსებობს არანაირი დაბრკოლება. დედა, მარტოხელა დედა, მკვდარი მამა, ომის მონაწილეა. არა. შეტევა იწყება, ისეთი შეტევა იწყება, როგორც ტრუა გადაიწვა, ისე უნდა გადაიწვეს ის ადამიანი. თავარია მიზანი იყოს მიღწეული. მიზანი ამართლებს საშუალებას. დიდი მაკიაველის ცოდნე ესენი არ არიან, მაგრამ ერთადერთი რაც იციან, ბიძინას წინაშე უნდა იყვნენ პირნათელი. პარტიის ღალატი მათთვის ეს ნიშნავს სამყაროს დასასრულს. ვიღაცამ მაგალითად რო თქვას, რომ ახლა ეს პარტია არ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და ამიტომ ის უნდა გავემიჯნო რა, არ მინდა რა აქ. ესე იგი შენ უკვე ხდები თვითონ უფლის და სამშობლოს და ყველანაირი მორალურის და კაცობრიობის მტერი. აი აქ იწყება მთელი უბედურება. ამ ქვეყანაში ცივილური არაფერი არაა, ამ ქვეყანაში არ შეიძლება გაცნობიერება სამართლებრივად და მოქალაქეობრივად გადაწყვეტილების მიღება. იმიტომ რომ ეს სიბნელე დაახლოებით ეს არის რეალურად შუა საუკუნეები, სადაც შეიძლება რომელიღაცა ქოცმა ქურუმმა გადაწყვიტოს, რომ შენ ხარ ჯადოქარი და ამიტომ შენ შეიძლება კი არა და აუცილებელია რომ ეგზეკუცია მოხდეს შენი და დაგწვან მაგალითად საჯაროდ კოცონს. ეს პერიოდი რაც საქართველოში არის, ეს არც ფაშისტური გერმანიის პერიოდია, კლასიკური გაგებით სწორად გამიგეთ. ეს პერიოდი არის ზუსტად შუა საუკუნეები. ეს უფრო მძიმე ეპოქაა. თქვენ წარმოგიდგენიათ ფაშიზმსა და შუა საუკუნეებს რო შეადრებ ერთმანეთს. და შუა საუკუნეებს იტყვი, იმიტომ რომ რა არის კიდე გერმანიას, ფაშისტურ გერმანიას კიდე განსაზღვრული ქონდა თავისი ქმედებების არსი. უნდა და იმიტომ რომ ქონდა ჩამოყალიბებული, მიაჩნდა რომ ეს კლასი უნდა განადგურდეს და ანადგურებდა. და ისინი ის შუა საუკუნეებში გეუბნებით პირი გააღო და ეშმაკი გამოუფრინდა და დავინახე. ორი კაცი იყო და აუცილებლად ამას მოსდევდა მწარე ეგზეკუცია და დაგწვავდნენ მაგალითად ცეცხლზე, როგორც საფრანგეთში თავის დროზე დაწვეს ჟანა დარკი. იმას პოლიტიკური მოტივები ჰქონდა, მაგრამ იმამდე უამრავი ადამიანი დაწვეს. ამიტომ დღეს ქართულ ოცნებაში არის პირველ რიგში სრული მონარქია, ეს არის ფეოდალური მონარქია. არის ბიძინა ივანიშვილი იერარქი, არიან დანარჩენი უმეტყველო ბლაგვის სახეები, რა თქმა უნდა, და იმის ქვევით არიან ამ ფეოდალური კლასის ქვევით არიან უკვე კლასი, რომელიც არის ენის მიმტანთა, შემსრულებელთა და ტრაკილოგიათა ეგრეთ წოდებული ღრმა რიგი, რუხი მასა. აი ეს რუხი მასა წარმოადგენს ზუსტად იმ მოწყვლად შრეს, რომელსაც მაგალითად ნერგავენ ადმინისტრაციულ სამსახურებში, ასევე რაღაცა მიზერულ ხელფას. იქნება აქ სიახი დროშას დააქნევიებენ და დამთავრდება მათთვის ყველაფერი და ესეთი, როგორ გითხრათ, ელემენტებით არის შექმნილი, არის შეწეპებული დღეს ქართულის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და აი ამ დაჯგუფებას მოკლედ მონობაში ყავს მთელი დანარჩენი მოსახლეობა.
ამ დაჯგუფებას ამ ანკლავს ცოტა დიდია უფრო დაჯგუფება მაპატიეთ მონობაში ყავს მთელი ქართველი ერი, მისი კულტურა, მისი სოციოლოგია, მისი ეკონომიკა, მისი დემოგრაფია, რომელიც დღითი დღე ნადგურდება და ამ დაჯგუფებას უბრალოდ ანკლავს ხელში ყავს ქართული ემიგრაცია, რომელსაც ეუბნებიან, რომ შენ მაგ წყნარად იჯექი. თორემ მე მზადა ვარ არაბს მივწე, საქართველოს მოქალაქეობა ჩინელს მივწე, არ ვაკეთებ მაინდა-მაინც რა, ეთნიკური ნიშნით თითის გაშველას, მაგრამ აი დაახლოებით რა ტენდენციებიც აქვს იმის მიხედვით, ოღონდ შენ არ მოგცე. იცოდე რა. თქვენ ხვდებით მე რას ვლაპარაკობ? ამას სხვა ორგანო არ აკეთებს, ამას აკეთებს ქვეყანაში სახელმწიფო უშიშროების სამსახური. გამიგეთ? ამას აკეთებს ქვეყანაში სახელმწიფო უშიშროების სამსახური. შო, აი ამის თქმა მინდა. დააჩენი ახლა თუ თქვენ გგონიათ ჩემო კარგებო და ჩემო ოქროებო რომ რა ვიცი ახლა რამე იცვლება, რამე უკეთესობისკენ მივდივართ, რამე საზეიმო გვაქვს ჩვენ რო აი ესეთი ორგანო წესიერ ქვეყანაში ვერც კი გაიგებ, არა თუ დაბადების დღის აღნიშვნები და რაღაც. ვერც კი გაიგებ ეს უწყება სად არის, როგორ არის, მუშაობს, არ მუშაობს, ცოცხალი არიან, შიგნით არ არიან, ამას ვერ დაინახავთ თქვენ. ძლიერი სისტემა მაშინ არის, როდესაც ის თავის თავს არ შეგახედებს. მაგრამ ჩვენ ვდგავართ გადაგვარების კრიტიკულ ზღვარზე, სადაც ყველაფერი მოსულა. ჩვენ გვიწევს აპოკალიფტურ საქართველოში ყოფნა, შეხედვა, მე არა ყოველ შემთხვევაში ვისაც უწევს. ხო და ამას მე არ ვიცი ამას რა დავარქვა, ამას რა თქმა უნდა განვიცდი ტრაგიკულად, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამ, იმიტომ რომ მე მაქვს ეს ტოქსიკური გამოცდილება რა, მათი მუშაობის ეს არის, თუ ადამიანი არ მოწონს და რა თქმა უნდა ის იმყოფება ადგილზე, ის აუცილებლად უნდა მოსპონ. მე ვიცი, მე იქ რო გავჩერებულიყავი საქართველოში, მე ყველაზე მშვენიერ ვარიანტში მე მუქრებოდა დაახლოებით 10-15 წლიანი ციხე და ამა გამოიგონებდნენ, ნუ გეშინიათ თქვენ, მშვენიერი იდეოლოგია გააჩნიათ, როგორ ჩასვან ადამიანის ციხეში. თუ არა და მომკლავდნენ. ეგ ვიცოდი ნამდვილად, ეს შეუძლიათ. ერთ კაცს მოერიოს მთელი სისტემა და სისტემა არის მანდ-მაინც. მაშინ, როდესაც ბოროტებას აკეთებენ თუ რა, ერთს უჭირდება და ხალხს უჭირდება, მაშინ ეს სისტემა არსად არ არსებობს. გესმით თქვენ მე რას გულისხმობ და რას ვამბობ? მე ამას რო ვამბობ, ეს არის ჩემი შეხედულებები კი არა. ეს არის ის რეალია, რასაც ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ყოფა და სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობა ეყრდნობა. შო, მე რა უნდა უთხრა მათ? დაბადების დღე ქონიათ და უხარიათ. ეხლა რა მახსენდება, იცი? ორი მიმართულებით ოკუპირებული ქვეყანა ვართ და ვიყავით და თავდაცვის სამინისტროში, სადაც 10 წელი ვიმსახურე, ხო, დაახლოებით. ეს დედამოტყნულები ესენი რა, იმის მაგივრად თავჩახრილები ყოფილიყვნენ, მე იმას კი არ ვამბობ რა, ახლა სწორად გამიგეთ რა, კოლეგიალობა უნდა იყოს და რა თქმა უნდა შეიძლება გახვიდე და ჭიქა ყავას დალიო და ჭიქა ღვინოს დალიო და ჭიქა არაღიც დალიო, თანამშრომელთა მაგაზე არა მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ასეთი როგორ საპარადო სახე მისცე რაღაცა ზეიმს, ახლაო G1-ის დაბადების დღე ხახმასა კადრების სამსახურის რა. მართლა რომ ყველაფერს კადრულობდნენ და მართლა რომ ოქროს ფონდი გაყარეს საბჭოთა სამინისტროდან პროფესიონალები გაყარა, ბოზები დაიტოვეს იქ და ბოდიში და ეს ტრაკ წამოხდილი უნდა დავარქვა ყველაფერს თავისთავად მუტელები რა. გადაკრასკულ ტორტებში G1 მ1 G1 S1-ის დაუძახა, S1 B1-ის დაუძახა და კადრების სამსახურში მომუშავე ხალხი და ვითომ დაზვერვაში მყოფი ხალხი გადადიოდნენ იქ ერთმანეთში და პირდაპირ სამუშაო საათებში სამინისტროს ტერიტორიაზე სვამდნენ, ძღებოდნენ, ჭამდნენ ეს დედამოტყნულები სამუშაო დაფებზე. და მე ვინ ვის ბოდიში და ტყნავდა და კლავდა და გაიხსენეთ რა, მარტო ერთი რაღაცას ვიტყვი, ჩვენმა დიდმა მეფემ დავითმა, წმინდანად რო შერაცხა კაცი ქართველმა ერმა. როგორ მოიყვანა სახელმწიფოში წესრიგი და როგორ შექმნა ძლიერი არმია. რკინის ხელით შექმნა.
და სამართალი როგორი ქონდა, იცით? ვინც სამშობლოს და კანონის წინააღმდეგ მიდიოდა, სარს თლიდა, ამ სარს კარც დამნაშავეს, მარტო კაც არა, დამნაშავეს და მოღალატეს ქვეყნისას. პროქტოლოგიურ ხვრელში, აი, საიდანაც გამოდის ყაყა, ტრაკი პირდაპირ, აი არ ჭობდა სარს და ეს გადიოდა პირდაპირ მოგეხსენებათ ასე სწორნაწლავის გავლით პირდაპირ ხახაში და იმ ხახით წამოწევდა ხოლმე ასე თავარმოედანს და აყურებიებდა ყველას. და ასეთი კაცი წმინდანად შერაცხა ერმა. ამის გამო კი არ შეურაცხია, ამას რაც შედეგი მოყვა ქვეყანაში, ამის გამო შერაცხა ზუსტად წმინდანად დავით მეფე და უწოდა მას აღმაშენებელი, მოგვიანებით უწოდეს დავით აღმაშენებელი, თუ რა იმ წუთას კი არავის არ უწოდებია. ყანას დღეს რო დათესავ, მეორე დღეს არ ამოვა. იმას თავისი დრო უნდა. იმას შედეგობრივი რთულებითი მოქმედება უნდა. და სწორედ ასე და ამ მდგომარეობაში მიიღო ქართველმა ერმა მერე ოქროს ხანა ქვეყანაში და არა ისე რაღაცით და არა ჰაერზე ყოფნით და არა რაღაცა ზღაპრებით არ მოსულა ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი მოვიდა სისხლით. და მერე რა თქმა უნდა დავითმა ის მიტო იყო დავითი რომ დაწერა გალობანი სინანულისანი და ადამიანთა მიმართ გაკეთებულ ასეთ სისასტიკებს ის ინანიებდა და ინანიებდა. და ამიტომ იყო ზუსტად ის წმინდანი, თორე იმიტომ კი არა რომ ვიღაცა ტრაქში სარს არ ჭობდა, ამას აკეთებდა როგორც მეფე, როგორც მართველი. და როგორ გინდათ ახლა თქვენ აი ეს პირველი რატომაც მოყვევი ეს ყველაფერი, მოყვევი ალბათ იმიტომ რომ დავითმაო ჯარშიო პირველი რაც მოსპო ღვინო და ქალი. და რომელიმე თქვენგანი ახლა ამას რო დაინახავს ან დაინახავდა ასეთ სიჩათელახეს არ დასვამდა ლოგიკურ კითხვას თუ მას აქ რეალური ანალიზის უნარი როგორ წავალთ ჩვენ წინ როგორ განვითარდებით ქალიცაკა ღვინოცაკა სექსიცაკა და სახელმწიფოცაკა ერთმანეთში ესენი არ იხარშება რა ძლიერი სახელმწიფო ასე არ მოდის და ახლა მინდა კი გაგიმეორეთ მაგრამ დასასრულს რა ჩემო დაბადებულებო თქვენი დაბადება მოვთხან მართლა რა უშიშროების სამსახურს ვეთქვი და თქვენს დაბადებას შევეცი მართლა ესეთ ისას როგორცაც დაიბადა